მოგესალმებით ყველას. მოკლედ როგორც იცით, დავიწყეთ ახალი პროექტი TL Time და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია მიშა თაბაგარი. გამარჯობა. მიშა, ძალიან დიდი მადლობა, რომ სტუმრად მოხვედი. ძალიან გვინდოდა, რომ პირველი ჩვენი სტუმარი ყოფილიყავი შენ და შენ დაგედგინა ამ პროექტის სტანდარტი, ესე ვთქვათ რა. ძალიან კარგი. სანამ უშუალოდ გადავიდოდით თავარ ნაწილზე, რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვა. კი ბატონო. მაინტერესებს მოიცა სანამ კითხვას დამისვა რა. პირველ რიგში მეგეთქვი, რომ ძალიან დიდი მადლობა, რომ პირველ სტუმრად მიამირჩიე რა. კაი ხარ. იცოდეთ, რომ მაგარ რეიტინგებს დავდე. ძალიან გამიწოდა მართლა, რომ პირველი სტუმარი ასე მენდეთ რა, ესე რო ვთქვათ რა. და იმედია რაღაცეები კარგად გამომივიდა რა. კი, ნამდვილად კარგად გამოგივიდა და ნახოთ მომავალში სხვა სტუმრებთან შედარებით რამდენად კარგად გამოგივიდა. კი ბატონო. მიშ, რა მაინტერესებს? ბავშვობაში, როდესაც უკვე იმ ასაკში იყავი, რომ ავტომობილები შეგიყვარდა, უყურებდი, ოცნებობდი, რომელი ავტომობილი გინდოდა, რო გაიზრდებოდი? რო გავიზრდებოდი? რომელ მანქანაზე ოცნებობდი? რომელ მანქანაზე ოცნებობდი და ბიჭო, მანქანებზე არ ოცნებობდი, ვაფშე მართლა ვარ. მაგრამ ძალიან მომწონს Rolls Royce ძალიან. Rolls Royce. ასე რო ეღება, პირიქით რო ეღება. პირიქით რო ეღება და ეს ყველაზე მაგარა, ეს რო დააჭე და კოლგა რო გავა. რა სამბობს, ვენა. მაგ კოლგისთვის უფრო მომწონს თორე განანა. კოლგა ცალკე მანქანის პასია და ღირს. კი ბატონო. კარგი, რა იყო შენი პირველი მანქანა? პირველი და უკანასკნელი. ამ პირველი რაც იყო ეხაც ეკყავს. და პირველი რაც იყო ეხაც ეკყავს. ვაფშე არც მიფიქრია რომ ეგ ვლაპყოლოდა რა. ჩემი მანქანა არის Mitsubishi Grandis 2005 წლიანია ზვაინსკი არა რაღაც ნათელი. ეგ მყავს და მყავს რა ვიცი რა. ასე არა რა სიზაო. კეჭირებაში ვცხოვრობ. ხანდახან ხო არ მუშაობ ხოლმე ტურისტებზე ისეთი მანქანა. ბიჭო მიფიქრია რა. ჭიათურაში რომ მივდივარ ხოლმე ჭიათურიდან ხო ვარ ხალხო იცოდეთ ჭიათურას ჭიათურიდანა ხანდახან მეგობრები რომ მივდივართ ბიჭო წინ ტრაფარეტი ხوار დავარ ჭიათურა თბილისი ახლა ორი კაცი რომ ხუთი ადგილი გაქვს უკანა. ეხი დავაი ბენზინის ფულია რა. კარგი. და რას ფიქრობ? ეხლა პირდაპირ Rolls Royce-ზე რო არ გადავხტ, არა, მესმის რომ შეგიძლია, მაგრამ აი რას ფიქრობ, შემდეგი რა შეიძლება იყოს შენი ავტომობილი Mitsubishi-ს მერე? ბიჭო Ford Explorer-ი რა, მაგრამ მომწონს. ძალიან კარგი მანქანა. შეიძლება იყოს ეგ რა. 7 ადგილიანებს და რაღაც ხო, არა, უეჭველი 7 ადგილიანი უნდა იყოს, მაგრამ ესე 2 ადგილიანს. მიშ ერთ კითხვას დაგისვავ და მე მოდი უყუროთ შენ ვიდეოს ლილო არენაზე როგორ ივაშკაცე. რატო არ გაიკეთე ჩაფხუტი? მოკლედ მეგობრებო ყველანაირად მითხრეს რომ აუცილებელია უსაფრთხოებისთვის ესე რომ რაღაც გაუთვალისწინებელი და მოხდეს ჩაფხუტი უნდა გეფაროს და უარი ვთქვი იმიტომ რომ ვინც არ იცით ახლა რა YouTube-ზე ხშირად არ ვარ ხოლმე ვინც არ იცით მე მეძახიან თავს რა ბავშვობიდან ყველა დიდი თავი გაბიჭო არა მაქვს იდეაში მართლა მაქვს გაბრალები ხო და ფიზიკურად ვერ დავიფარე ხალხო რა ვქნა ფიზიკურად რა სპეცაკაზით თუ ვინმე დაამზადებს ამას არ არის საუბარი ვერ ვქენი მაყურებლისთვის ვიტყვი ყველაზე დიდი ზომა არის რაც კი იყიდებოდა მაგრამ არა ტყუილა გეძახიან მის ხო გასაგებია გაბრალები აი კიდე რას მეტყვი არაფერი მოდით მეგობრებო ყველამ ერთად უყუროთ რა დროში და როგორ შეასრულა წრე მიშა თაბაგარმა ლილო არენას
როგორი იყო ბრატ? როგორ მოგეწონა? ჩვენიერი იყო. აი, სწორად მოვიქეცით, რომ პირველი სტუმარი შენ ხარ და შენი აზრით რა დროში დაამთავრე წრე? რა დროში? მე აქვს მონაცემები. შენი აზრით რა დრო არის შენ? აი 50 წამი ალბათ, 50 წამი. სად ხართ? მიშა თაბაგარი არის TL Time-ის პირველი სტუმარი, რომელმაც პირველად დაარტყა წრე ჩვენ პროექტში და ესე ვთქვათ დადო პირველი დრო სტანდარტი რის დამარცხებასაც შემდეგ უკვე ჩვენი მომავალი სტუმრები ელოდებიან და მიშას დრო არის 40 წამი და 50. რას ამბობს? რას მიმიშვით, მიმიშვით. მიშ, შენი აზრით, ვინ დაგამარცხებს შენ აი ამ წრეზე? ვინ აჩვენებს შენზე უკეთეს დროს? ვინ მინდა რომ იყოს შენი შემდეგი სტუმარი? ვინ მინდა რომ შემეჯიბროს, ესე იგი, ხო? ჩემი ხო 40 წამია. 40 წამი და 50 მიათეთი. აი, ვასოფ ხაკაძეს თუ მოიწევთ, დიდი სიამოვნებით შემეჯიბრებოდი ვასოფ ხაკაძეს. შენი აზრით დაგამარცხებს? ნუ ახლა გამოსთილი მძღოლია და ჩემი აზრით ვერ დამამარცხებს. არ არსებობს ვასკუნეო. ვასოფ კარგი სტუმარი იქნებოდა ჩემი აზრით. ნამდვილად კარგი სტუმარი იქნება, აუცილებლად მოვიწევთ შემდეგში და ნახოთ აბა ვინ აიწევს რეიტინგში. თან ვასოს ეჩაფხუტი ჩანდა. მართლა ყველაზე დიდი ზომა ვიყიდით მართლა. კი. ვასოსთან ექსტრემალური რაღაცებიც უყარს და ნახოთ აბა რას იზა ვასკანერები არ მოგელა 50 წამი. არა, 40 წამი. 40 და ნუ თითქმის 51 რა. მიშ, რა სიტყვი ჩვენ მანქანაზე, რომელიც ამრბოლისთვის გავამზადეთ? როგორ მოგეწონა? კაი მანქანაა, კარგათი არა ყველაფერი. უბრალოდ მე ვარ ძალიან ბულკი მძღოლი რა. ეხლა ეს 40 წამი როგორ გამიხარდა, იცი? როგორი ძალიან ფრთხილი მძღოლი ვარ რა, მაგრამ როგორი შეგრძნება იყო აი ფრთხილი მძღოლისთვის როგორი იყო ეს ადრენალინის მოზღვავება? აუ ძალიან მაგარი რას ამბობ. კარგი იყო ხო? ძალიან კაი იყო აი კიდე მინდოდა რა შეიძლება კიდე გამეუმჯობესებინა რა მაგრამ აი თუ შენი რეკორდი მოხსნეს კიდე მოგიწვევთ. აი ვინც გაუმჯობესებს იმას უნდა შევეჯიბრო. ყველაზე რთული მონაკვეთი რომელი იყო აი? ყველაზე რთული მონაკვეთი რომელი იყო იცი ხო აუხვიე მარჯვნივ. მე მარცხნივ კიდე მარჯვნივ აი მათ შეავირიე რა. ან ბოლოს წინა სანამ ზემოთ ახვიდოდი ხო იქ ცოტა რთული მოსახვევი. რა მინდოდა იცი აი ჩემს გვერდზე გოგომჯდარიყო რა ხო იცი გზებს რო კარნახობენ რა ეს ცოტა ამოღებული იყო და მარჯვნივ და ასნა მარჯვნივ და ეგეთი ვის მინდოდა რა ანა ვაფშე სხვა რაღაცებზე ფიქრობ მეთქი არა მოვტრიალე რა ხო მაგრამ მაგას მე მგონი ვერ დაამატებთ მაგას იცი რა არის ეგრო დავამატოთ უფრო რისკი არ ვამოტრიალე მე მგონი უფრო მეტია ეგ მინდოდა ხო რა რომ მეთქი აი აქ შეუხვია და თან გოგოსროთა ფორსაში ხო ეს თვალებში მიყურე მოსახვესაც დებოდი აი ეს რა იყო მასონური ჟესტი ბიჭო ძალას გმატებს არა ხო ეს ეგეთი პოტი გავაკეთე და მუსიკები მქონდა ცოტა ვაფშე არ იყო ეს მუსიკები რა რაღაცა რადიოს რეკლამები გავაკეთე რადიო იყო ჩართული და ეს რო გავაკეთე დუხი დამივარ და აქეთ რომ მოვტრიალდი რა მეთქი როკი რაღაც რამშტაინი და ეგეთ რომელია შენი საყვარელი ჯგუფი ბიჭო რამშტაინი მიყვარს მაგრამ აი ჩემ მიცუბიშ გრანდის 2005-ში რამშტაინი მაგჭართ და გვერდზე რო გავაჩერებ ხო თუ ვინმე გამიჩერდა ყველას ეცინება რა ვაფშე ამოვარდნილია ხო საერთოდ არ შუაში არ არის მიდივენთან ამ მოსახვევზე რა სიტყვი აი მოსახვევში საბურავების წრეა საბურავები მოვიტანე ხო არ მომიტანია მთელი რა არა მაგრამ სავარაუდოდ 4-ვე გამოსაცვლელია უკვე მაგის დამსახურებაა ზუსტად აი ამ მოსახვევის ესე რომ ყოფილიყო სწორი სხვათა შორის მშვენივრად შეხვედი დამწყებისთვის ანუ აი რასაც ქვია რომ ბოლაზე არ გასულა და ესეთი მშვიდი მძღოლი ხარ ძალიან მაგრად შეხვედი მოსახვევში აი ამ მომენტში შევაშინე შალვა რა წინა ჩვენი ოპერატორი შალვა აი აქ შეეშინდა ძალიან აი ამ მომენტში ძალიან ახლოს გავუარე და ვაიმე რა ვიცი ძალიან კარგი იყო ჩემი აზრით ეს სერიოზული ბოლელი ვარ ის კი არა ავი რა აგითხრა მიშ მოკლედ მაინც ავტომობილების გარშემოტრიალებთ და რამე სასაცილოს ხო არ გაიხსენებდი ამ სფეროსთან დაკავშირებით ოკეი ოღონ როგორი ისტორია მაქვს იცი
საჭესთან ვიჯექი და რამე ან გვერდზე სოფჩუკნის. უბრალოდ ესეთ რაღაცას მოყვები რა. ეს ჩემი მანქანა რო არის Mitsubishi Grandis 2005 წლიანი. ძალიან მაგარი და სვეჟი, ხო. ხო, კი ბატონო, იდეალური მანქანა. კი. მაგ მინდოდა რომ გამეყიდა რა. და მიდევს ახლა გასაყიდად. ანუ განა იმიტომ რომ ცუდია უბრალოდ ხო რაღაცა, უფრო მეთქი ესეთი კარგი მანქანა ხო არავის ხო, სხვა. და გასაყიდად მიდევს და ვიღაც სახეს და გვარს არ დავასახელებ, მინდო მახსოვს ძალიან, მაგრამ დავიმახსოვრე. მესენჯერში მწერს რა. მიშო პირდაპირ ოღონ არ ვიცნობ რა. მიშო შენ მანქანას ყიდი ხო? კი მეთქი ვყიდი რა. ხო ისა ნომერი მომეც და დაგირეკავ რა და ეხლა ხო ეგრე ხდება რომ იქ რამე ხო არ აქვს დაზიანებული რაღაც. 2 წუთში მირეკავს. აი მიშო მე ისავარ რა, ეხლა რო გესაუბრე მესენჯერზე რომ ხო გისმენ მეთქი. მიშო შენ მანქანას ყიდი ხო? კი მეთქი ვყიდი. ღმერთმა გაგაყიდინოს ძმაო. ანუ ისი გულისთვის გამოვართა ნომერი. ჩემ ნომერი უნდა ალბათ. და გავსაუბრებოდ. ღმერთმა გაგაყიდინოს ძმაო და გამითიშა რა და ბიჭო ვერ მივხვდი უცბახა და რო გადავხარში რას დავერეკა ძალიან დიდი ხანი ვიცინე რა აი პროსტა ყველგან მოვყევი რომ მეთქი აი მისთვის დამირეკა მე ველოდები რომ აი ხო კარგი აქვს ანუ გარბენი რამდენი აქვს ეგეთ რაღაცებს ველოდები და უცბად ღმერთმა ქართულ საღებავშია რომ უთხრა და ხო ან რამე ესეთი დაზიანება ხო არ აქვს ღმერთმა გაგაყიდა ეგრევე გამითიშა ანამე წარმატებები და რაღაცა სავარაუდოდ კიდე დაგირეკავს ეგ ადამიანი კი ბატონო მაგრამ ძალიან სასაცილო იყო აი ძალიან თავიდან ვერ მივხვდი მაგრამ მე ძალიან ვიცი ძალიან კარგი მიშა მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის ძალიან მიხარია რომ ჩვენი პირველი სტუმარი ხარ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ მოკლედ ეს არის შენი დრო პირველად შენი სახელი არის ამ დაფაზე ეს დაფა გაივსება და გისურვებ რომ შენი სახელი ყოველთვის ზემოთ ყოფილიყოს მადლობა და წარმატებები გაიხარე მადლობა თქვენ